რატომ ვერ მოხერხდა რომ ყოფილიყო ერთი მუნიციპალური აფთიაქი, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები და შეჯიბრებულები წამალს შეიძენდნენ უფასოდ თანადაფინანსებით. სამწუხაროდ ამაზე საუბარი არის, მაგრამ შედეგი არ ჩანს. დღეს ჩემს გარდა ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მოვა, როგორც ამობაში, ისე სხვაობაში. ყველა აგვავსებს დაპირებები არც ჩვენთანგანს არ გვაგვია ჩვენ ოჯახებში, მაგრამ ის რეალობა, რაშიც ცხოვრობ, სხვა არის და რასაც ტელევიზიით გიჩვენებენ, ეს არის სხვა. კიდევ და კიდევ ამბობ, რომ ჩვენ ვითხოვთ, რომ ადამიანი, რომელიც არის შრომის უნარიანი, მაგრამ სახელმწიფო ვერ ასაქმებს, სახელმწიფო ვალდებულია რომ ადამიანი დაასაქმოს, მას უნდა მიეცეს უმუშევრის სტატუსი. რაც ნიშნავს, რომ მას უნდა ქონდეს აუცილებლად შემწეობა. შეიძლება ეს დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ იმ საარსებო მინიმუმის ტოლფასი მაინც უნდა იყოს, რომელიც დაახლოებით 160 ლარს უდრის. კი ბატონო, ძალიან კარგია პრეზიდენტი ღმერთმა მშვიდობაში ამყოფნოს, მაგრამ როდესაც მის გზავრობაზე, მის გადაყვანაზე სხვადასხვა ქვეყნებში, მის ვოიაჟებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ერთი წლის განმავლობაში დაიხარჯა 850 მილიონი